ახლა კი ერთი ძალიან ცნობილი ტყუპების ვიდეო უნდა გიჩვენოთ. ტყუპი უგულავების ვიდეო ჩვენ საიტზე აიტვირთა. გავარჯობათ, მე ვარ ცისარა. ესე იგი გამოდის მე ვარ თეკლა. Consider yourself at home. Consider yourself one of the family. I take it to you so strong. It's clear where going to get along. მოკლედ ეს სიმღერები ეცას უკებზადონ და ძალიან გვინდა რომ მოვიწვიოთ თავდაყირაში. გინდა აიგერეთ, გინდა არა, დები უგულავები ჩვენი სტუმრები არიან და თავდაყირა გადაცემაში შოუ ნომერს დადგავენ. მოდი ნახოთ. Consider yourself at home. Consider yourself one of the family. I take it to you so strong. It's clear where go to get along. Consider yourself well-being. Consider yourself for all the furniture. There's a lot to spare. Who cares what ever we got to share? Future chance to be with these harder days. And the later days, oh I grow. Only a chance to meet somebody to foot the bill. Says the Rick Sarah. Consider yourself overrated. We didn't have no fuss for others of consideration. We can't stop. Consider yourself part of us. Consider yourself well-being. Consider yourself for tops of furniture. There's not lot to spare. Who cares what ever we got to share? Future chance to be with these harder days. And the later days, oh I grow. Always a chance to meet somebody to foot the bill. Says the Rick Sarah the house. Consider yourself overrated. We didn't have no fun for others of consideration. We can't stop. Consider yourself part of us. ბრავო! ბრავო! სანიშნავი იყო. ბრავო! 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 ერთნაირად ჩაცმა გიყვათ, აი ერთნაირად გაცვიოთ ორი ეს. გიყვართ? ვიცი, თუ ინტერესები ადგილს ეთქვა. ინტერესები ადგილს, რა საინტერესო პასუხია? რომელ ადგილს უნდა დაემთხვეს? ადგილს შესაბამისად. ინტერესების სკოლას, სკოლაში როგორ დადის? სკოლაში აი ხოლმე არ ვიცოთ ერთნაირებს, მაგრამ ტელევიზორში სულ ერთნაირები გვაწვია, იმიტომ რომ ტუპები რო ვართ ხაზი რო გაუსვან ამას რეჟისორებმა. რა კარგად თქვა? რითი არ გავხართ ერთმანეთს? აი, გემოვნებით, მე მოწვევს კლასიკური ჩასვენით, ეკლას მოსწევს სპორტული. როგორც ხოლმე, ხედო, მე რა მაინტერესებს სკოლაში თუ ესეთ ხერხს მიმართავთ ხოლმე ხა. გაკვეთილები გაქვთ, ხო? მაგალითად, ერთმა ისწავლა გეოგრაფია, მეორემ მათემატიკა. ხო? დრო არ დახარჯოთ. ერთმანეთის მაგალითად. არა, ეგეთ ხერხს არა, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდზე არ ვზივართ და თუ ტესტები მოვიდა, მაინც არ ჩაგვახედებენ ერთმანეთში და თუ ტესტები მოვიდა, მე სხვა გავზივარ და ერთი ვერ დაწერს მაინც ერთ ზაგას. ანუ მაინც სწავლობთ ყველა საგანს. ისე მასწავლებლებს ეშლებით? მაგრამ ერთი იყო შემთხვევა, მოგიყვებით. აბა. იყო ესეთ გაკვეთილი დარიზღრუბელი. მე არ ვისწავლე არ ვიდა, თეკლა ვისწა. იცი რა გერი, მე 10-იანი მივიღე. არ ისწავლე და 10-იანი. და თეკლა დაბალი ნიშანი. ასე თუ ყოფილა მაგალითად, როდესაც მაგია თუ არ არის ეგ, მე არ ვიცი. არ იცი. ასე თუ ყოფილა მაგალითად, ბავშვობაში გაიხსენეთ, რომ უხასიათოდ არის ერთ-ერთი და არ უნდა საჭმელი ჭამოს და დედას ატყუებთ და მეორე ჭამს ორივეს მაგივრად. არა, აი ეგეთი შემთხვევა ყოფილა მარტო ერთხელ როცა ვიყავით 3 წლის დედას ცისას არ უყვარდა დაბანას. მე დედა ყოველთვის ორჯერ ვბანდა. მართლა და დედას ერეოდი? ეს უფრო თეთრია თუ ატყუებთ. ეგ არ ხდებოდა. არა, ეს ახლა აღარ ხდება. კიდევ ახლა სულ ახალი ამბავი გამახსენდა. აბა გაიხსენე. ჩვენი კლასელი არის ერთი საიტი იყო. უნდა გაიგებ რამდენი პროცენტის ვისვიდო. და ჩვენ ყველაზე მაღალი გვქონდა.
ორივეს. ანუ რას? თუცა ერთად. ანუ მედგეს ერთმანეთი გვიყვართ 100%. რა მარია? რა მაინტერესებს ახლა ორივე ერთნაირები ხართ, მაგრამ აი პროფესიის შერჩევაში ერთნაირი მოსაზრება გაქვთ თუ სხვადასხვა პროფესიაზე ფიქრობთ? გქონდა ერთნაირი მოსაზრებები, ორივეს გვინდოდა ტენისისტური, მაგრამ მე წავედით ექსკურსიაზე. ზე იყო აჭერდა საშილ. დედა ვერცერთი ფოტო გადაიღო, რომ ისეთი ცუდი არ ყოფილა. მე რო გადავიღე 10 გადავიღე, მე რაღაცა 20 გადავიღე და ყველა კარგი იყო. ესე კი და გადაწყვიტე რომ გინდა ფოტოგრაფობა ახლა? და შენ? მე ისე ტენისისტობა, იმიტომ რომ ძალიან მომწონს. ეს ფოტოგრაფი იქნება ის მოდელი. და გადაუღებენ ერთმანეთს. შეიძლება. თითქოს ერთი ტვინი გვაქვს, აი ეს ეხება ხოლმე. დიდი მადლობა. ჩვენი სტუმრები იყვნენ დები უგულავები. დიდი მადლობა. გამადლობთ სტუმრებისთვის. იდეა შემოგვიარა.